გულახდილად გეტყვით, ვერც ავხსდი რამდენი საქმე მაქვს. ანუ ჩემი ერთ-ერთი ვიდეო ბლოგი აუცილებლად ან მაღალი ალბათობით უნდა მიეძღვნას NASA-ს მთვარის გარშემო ისტორიულ მისიაზე NASA-ს მიერ ასტრონავტების გაგზავნას. და ძალიან საინტერესო არასწორი სიტყვა, ხო, უმნიშვნელოვანესი ამბავია ეს. და ამის თუ მოვახერხე, თუ თავი მოუყარე აზრებს, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ მანამდე უნდა ვილაპარაკო ტრამპის გუშინდელ განცხადებებზე, ძალზედ საინტერესო აქცენტებზე, რომელთა ადრესატიც არის პირველ ყოვლისა ევროპა, ევროპის კონტინენტის სახელმწიფოების ქვეყნების ლიდერები. ჩვენს პირდაპირ არ გვახსენებს ცხადია, მაგრამ ჩვენც ამ კონტექსტის ნაწილი ვართ. აქვე უნდა მივაერთიანო ფინეთის ლიდერის, იქნება და მივაერთიანო ფინეთის ლიდერის პრაქტიკულად ერთადერთი პირის, ვინც ინარჩუნებს ტრამპთან ურთიერთობას, ან მეტნაკლებად ნორმალურ ურთიერთობას, ფინეთის ლიდერის სატელეფონო საუბრის ზოგიერთი ასპექტი, ზოგიერთი დეტალი აქვე უნდა რასაკვირველია ყურადღება გავამახვილოთ თემაზე, ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით რა ხდება, რას ითხოვს ტრამპი, რასზე ამბობენ უარს მოცემულ ეტაპზე ევროპელები, რამდენად ჩემი აზრით, რამდენად მართალია ამერიკის შეერთებული შტატები დამაკრიტიკებენ ჩემივე მეგობრები და რამდენად თხოვა შესაბამისად, რამდენად თხოვანია ევროპის რამდენიმე სახელმწიფო და ამ სახელმწიფოების ლიდერები. აქვე არა სხვა ვიდეო ბლოგში უნდა ვისაუბრო უთუოდ და დღეს თუ არა ხვალ, იმიტომ რომ სინოდის ხდომა, უნდა ვისაუბრო საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც ჩანს, პროგნოზია, გასპოილერებთ, ან პროგნოზს ვაკეთებ, უფრო ზუსტი რომ ვიყო, როგორც ჩანს, მაინც დავიწროვდება იმ პირთა წრე, ვისაც ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, პატრიარქად გამორჩევაში მონაწილეობის მიღებისა. გასაგებია, რომ ასე მაგალითად მეუღლე აბრაამი არის რა 77 წლის, ის ყოველ შემთხვევაში დღევანდელი წესებით ვერ მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ აი იქნება და არ არის გამორიცხული, რომ სინოდის ხვალინდელ სხდომაზე სხვა შეზღუდვები, სხვა რეგულაციებიც დაწესდეს. ნახეთ, რამდენი საინტერესო საკითხია. მესამე საკითხი, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ დღეს გაიმართება, ახლა 2 სუკლი 10 წუთი, ზუსტად საათსა და 10 წუთში გაიმართება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხდომა. ამ საკითხს რომ არ შევეხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მის წევრს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია ფორმულა, რომელშიც მე ვმუშაობ, არ ღვევს გარკვეულ წესებს, უკანონო კანონებს არ ღვევსო და მე უკვე ვინმე ქორიძეს, არ მეშნება გვარი, ჩამოთვლილი აქვს მაგალითები 10, 20 თუ 28, იქნება მეტიც და ამ მაგალითებსაც დაგისახელებთ მე, რა მიაჩნია კომისიას ფორმულას მიერ გარკვეული წესების თუ რეგულაციების დარღვევა და მაგალითად ამგვარი სიტყვა ივანიშვილის პარლამენტი, ივანიშვილის მინისტრი და ასე შემდეგ მსგავსები, ხო? არის კომისიის ამ წევრის და მინისტრის და იქნება კომისიის მიერ მიჩნეული იქნება დარღვევა და არადდა კიდევენ იმას, რომ უსამშობლოებს უწოდებს, ასე მაგალითად ტელეკომპანია იმედი და მისი ბანდიტი ჟურნალისტებად წოდებულები უსამშობლოებს უწოდებს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ საზოგადოების იმ რიგით წევრებსაც კი, რომლებიც ბანდიტ სწორედაც რომ ბიზი და ივანიშვილს უპირისპირდებიან, ოღონდ იმათზე კომისია არც არაფერს ამბობს და კომისიის ხდომა რომ დასრულდება ვერდიქტის გადაწყვეტილების შესაბამისად იქნება დღეს საერთოდ გვიან შედარებით, მაგრამ იქნება და შესაძლოა ხვალ მომიწიოს ამ თემაზეც საუბარი. ეს ჩამოგისახილეთ 3 ამბავი, ანუ NASA-ს ოპერაცია, მთვარის გარშემო ისტორიულ მისიაზე ასტრონავტების გაგზავნა და ჩამოგისახილეთ და გითხარით, რომ ტრამპის გამოსვლა აუცილებლად ყურადღება გასამახვილებელია და აი ამ დროს ახლა ყველა პატიოსანი, წესიერი, კარგი და პირნათელი მიმომხილველი ვინმე კალაძეზე რატომ უნდა ლაპარაკობდეს და არ უნდა ლაპარაკობდეს. ამასაც ხაზგასმით ვამბობ, კალაძე არის ღუახუა, ჭიახუა მეთქი ვიტყვი ასე. ხო, ბოდიში კიდევ ერთი თემა, აი გარდენია შევარდნაძის
ხელმძღვანელ ზურაბ შევარდნაძეზეც არ უნდა ლაპარაკობდეს თითქოს კი არა ნამდვილად, მაგრამ იქნება და მეოთხე თუ მესამე თუ მეოთხე თუ მეხუთე თემა მის გარშემო მიმდინარე ამბებიც არის საზოგადოება მას ჩემი მოსაზრებით სავსებით სამართლიანად აკრიტიკებს ოღონდ მე მაინც ვფიქრობ რომ სამართლიანი კრიტიკის საფუძველი არის არა ის როგორ მოექცა ის დროებით დაქირავებულ თანამშრომელს ძალიან ცუდად მოექცა არამედ ის როგორ პოზიციონირებს ეს ზურაბ შევარდნაძე და სამწუხაროდ და სავალალოდ და გასაკვირად მას როგორ იცავენ ჩემივე ხაზგასმით ვამბობ ფართო გაგებით მეგობრები და ამით გვკარნახობენ რომ აი არ უნდა ბჭყალებში მივაბულინგოთ ის იმიტომ რომ მათი მეგობარია არ დავასახელებ ეხლა ცხადია ამ საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩენილ დამცველებს ზურა შევარდნაძისა ჩვენი ეგრეთ წოდებული საზოგადოებიდან ეგრეთ წოდებული ბაბლიდან თუ გნებავთ ასე ვიტყვი მაგრამ კარგად არ მესმის რატომ უნდა დავიცვათ შევარდნაძე არა როგორც მენეჯერი არამედ შევარდნაძე როგორც საჯარო პირი რომელსაც ერთხელაც არ უთქვამს ამგვარი ერთი სიტყვა ერთი კინკილას სიტყვა რომ აი უკრაინას გაუმარჯოს რომ აი პატიმრები პრინციპში მაინც უკანონოდ არიან დაპატიმრებულ თავისუფლება ზია ამაღლობელს მე ხო არ გეუბნებით რომ უნდა ეთქვა თავისუფლება გივით არ გამაწეს ან ელენე ხოშტარიას გავიგე რომ ის ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნება და ვერავინ ქართული ოცნების ამომრჩევლებიდან სურო ფიქრობდეს ვერ დაიცავს ელენე ხოშტარიას მაგრამ გლორი თუ უკრაინ ხო ან თავისუფლება მზია ამაღლობელს ან კარგით გავანებოთ ამ სიტყვას თავისუფლება მზია ამაღლობელს კი არა პრინციპში კარგი იქნებოდა თუ ესეთი კაცრი არ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად იმისა რომ მზია ამაღლობელმა დაარღვია კანონი მაინც ვთხოვან ვურჩევ კარგი იქნებოდა რომ ასე არ დაესაჯათ ხო ამას ეს უნდა ეთქვა წესითა და რიგით ეს უნდა თქვას წესითა და რიგით ყველა მეორე ზურა შევარდნაძე მას საჯარო სივრცეში პირდაპირ ქართული ოცნების წევრი როცა არ ახარ მაგრამ ეს რომ თქვას გლორი თუ უკრაინ თუ რომ თქვას ზურა შევარდნაძემ აი ყვავილი რომ აიღოს ერთი მეორე ყვავილი არა გვაქვს ბავშვის იმეებიდან სხვა ფერები არ ემთხვევა ეხლა ჩემი შვილის თმის სამაგრებისა მაგრამ ნუ პირობითად ეს ხო რაღაც მწვანეს სისფერს გავს ხო და ეს რაღაც ყვითელს გავს ორი და თქვას რომ აი ეს არის მაგალითად უკრაინის დროშის ფერები და უკრაინას გაუმარჯოს რას ჯოჯოხეთს გადის ეს ქვეყანა ეს რომ თქვას ეს რომ ეთქვა ზურა შევარდნაძეს იმ ტენდერებსა და შმენდერებს ასაკვირველია ვერ მოიგებდა რომლებსაც იგებს და ისიც როგორ წარმოაჩენს რომ აი ესეთ ყვავილებსა და პამიდურის ჩითილები ქვია ხო ტესლებში თუ ჩითილებში ცხოვრობთ ჩვენ და ეს არის ნორმა და რაც გარშემო ხდება არაფერი არ არის ეს მართლა ამ გიჟების და ქართული ოცნების მოწინააღმდეგეთა ბრალია. აი ეს არის კიდევ ერთი თემა და ამასობაში 8 წუთი გაილია. ამასობაში მე-9 წუთი წავიდა და თავარ სათქმელამდე, აი ამ წუთას სათქმელამდე კი ვერ მივედი, რომ და მართლა მინდოდა რომ ეს კონკრეტული ვიდეობლოგი, აი ეს ხა რომელსაც აქცევთ ყურადღებას და რომელსაც ადენებთ თვალყურს, ხო ყოფილიყო შედარებით მოკლე და შედარებით მოკლე იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერზე რაზეც ვისაუბრე, არ ვისაუბრებდი და პირდაპირ გადავიდოდი საქმეზე და ვახსენებდი ერთ პირს, რომელსაც ახლა უცილებლად, ანუ აუცილებლად ვახსენებ და ეს პირი არის დედაქალაქის არჩეული მერი კახი კალაძე, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში გიბოდიშებს ძმისთვის. სულ არ არის ეს ლიტერატურული და ხო არც ნორმატიული და არც კულტურული და არც სწორი და ინგას მადლობა გადაუხადოთ ყავის მორთმევისათვის ამასობაში არ არის არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ხტა არა სწორი არ არის ეს ესე იგი კულტურულიც არ არის და გამოხტა რომ წარმომე თქვა ხო არც ეს იქნებოდა სწორი მაგრამ იქნებოდა კულტურული გამოთხრა ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის ბოდიშის გარეშე თუ გნებავთ და ილაპარაკა ის რაც ილაპარაკა ეხლა მე მთელ ინტერვიუს რასაკვირველია ვინმე კალაძისა ღუა ჭიაღუა კალაძისა არ გავარჩევ ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ და ფრაგმენტს რომ შემოგთავაზებთ დავსვავ მერე კითხვას რამდენიმეს რასაკვირველია ეს კითხვები იქნება ჰაერში გასროლილი იმიტომ რომ არც ადრესატი და არც არავინ ამაზე არ მიპასუხებს მაგრამ პრინციპში მაინც თუნდაც ჰაერში გამოკიდული ამგვარი რიტორიკული თუ გნებავთ ასე ვიტყვი კითხვები პრინციპში მაინც
საინტერესო არის, საინტერესოა და პასუხი ინდივიდუალურად უნდა გავცეთ და მე ჩემს ვერსიას ჩემს პასუხს შემოგთავაზებთ. მაგრამ თავდაპირველად თუ არ მიწყენთ რაღა იკალაძეზე ვლაპარაკობ, ხო? გადავახვიოთ და წუთი და 52 წამიანი კი არის ეს ვიდეო, მაგრამ მისი ერთი ფრაგმენტი მაინც ხმას აუწიოთ. რა ვიცი, აი თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ. ყველაფერი, არ ვიცი, ოჯახის მიმართ, იმდენი სიბინძურეებზე საუბრობდნენ ჩემი ეს ტიპი არის კალაძე. გარდა იმისა, როგორ არის არჩეული და ასე ამაზე არ ვლაპარაკობ. გარდა იმისა, რომ რაღაც არ იმსახურებდა დედაქალაქის მერის პოზიციას, ეს ტიპი არის პირი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ ამბობდა შემდეგ რამეს, რომ ეხლა თაცმინდაზე ადითო და იქიდან გამოექანეთო და ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის ესმნა კი არ წარმოუთქვამს, მაგრამ ამას გულისხმობდა დამასკდითო. უკაცრავად თლად გულახდილებით თუ ვიქნებით და ერთ ადამიანს კი არ ეუბნებოდა ამას, ეუბნებოდა მთელ საზოგადოებას, ან თუ გნებავთ ვიტყვი ასე, საზოგადოების ერთ ნაწილს. აქედან გამომდინარე, რამდენად აქვს ამ მორალისაგან დაცლილ და თავად არანორმატიული ლექსიკით გამორჩეულ და პირს, რომელსაც აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ ვალდებულებასაც ვერ ასრულებს, ამგვარი ჩვენს მიმართ საყვედურების თქმის უფლება, მეთქი ასე ვიტყვი. არა, უფლება როგორ არა აქვს საბოლოო ჯამში, ყველას ყველაფრის უფლება აქვს და კალაძესაც აქვს. უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ყოველი მეორე კომენტარი მისი, მათ შორის შვილის ხელა, თუ მაინც და მაინც ამ კატეგორიებით ვშელობთ, შვილის ხელა ჟურნალისტებს რომ უტევს ყოველ კომენტარის მიცემისას, აბულინგებს მათ, უზრდელს უწოდებს, არ ჭირხნის ბიძინა ივანიშვილის ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეურაცხყოფას აყენებს და ასე შემდეგ. ეს ის კალაძეა, რომელიც ახლას წუხს იმაზე, რომ აი მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფებს აყენებდნენ მის მეუღლეს თუ გამოირჩევდნენ ამგვარი ლექსიკით და ამგვარი რიტორიკით, მაგრამ საკუთარ თავს კი რატომღაც არ უღრმავდება. მაგრამ აქ სხვა კითხვაც არის დასასმელი, რატომ ახლა? აი რატომ ამახვილებს კახა კალაძე ყურადღებას ამ საკითხზე, როგორი შეურაცხყოფა არ მიაყენეს ჩემს ოჯახს, როგორ არ აბულინგეს და ასე შემდეგ. ახლა ამ მის მიმართ შეურაცხყოფის ან კამპანიის აგორებიდან, არ ვიცი, მე-3 წელს, მე-4 წელს, მე-5 წელს, ხო? რაც ხელისუფლებაშია და დედაქალაქის მერია რამდენი ხანია, იმის შემდეგ ეს თუ მაინც და მაინც შეურაცხყოფაა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მისი და მისი ოჯახის მიმართ, ეს კამპანია გრძელდება და რატომ გადაწყვიტა კახა კალაძემ უხეშად ვიტყვი, შევამცირებ წლებს რასაკვირველია, მე-5 წლის ან მე-4 წლის ბოლოს რატო ამოხეთქა ასე დაცვა საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახისვა. მე დავსვამ კითხვას კიდევ ერთს, ამ კითხვის გაგრძელებაა რეალურად. იმიტომ ხომ არა რომ დალაგდა. ეხლა ვისთან დალაგდაო, თქვენ მკითხავთ და მე გეტყვით, რომ სულ მინიმუმ დალაგდა მეუღლესთან, ჩემი საქმე ოღონდ საბოლოო ჯამში ეს არ არის. რაც უნდა ისუქნია საკუთარ მეუღლესთან, მაგრამ დალაგდა მეუღლესთან, ნება რთვა თუ ნება მიიღო ანუ კი როგორია? არეშიზისაგან მიიღო არეშიზისაგან, რომ შეგიძლია კახა ახლა უკვე წარმოჩინდე როგორც ოჯახის უერთგულესი, ოჯახზე გადამკვდარი პირად თუ პირი გახდე და ახლა უკვე შეგიძლია მედიის მეინსტრიმ საშუალებებიდან, ცხადია სამთავრობო საშუალებებიდან ილაპარაკო ის, რაც ჩვენი საერთო პოზიციაა და მინიმუმ მეთქი, როცა ვთქვი დალაგდა ანუკისთან, ანუკი არეშიძესთან, მინიმუმ და მაქსიმუმ კი იმ პირებთან, რომლებზეც ეს ინფორმაცია, მოდი ასე ვიტყვი, მისი არაკეთილსინდისიერების თაობაზე, ოჯახთან არაკეთილსინდისიერების თაობაზე, ხო, არსებობს, ანუ იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჭორი. აი მოდი ასე ვთქვათ, რომ ჭორია ეს ყველაფერი, ის იყო უერთგულესი, ანუკის არასოდეს არ ღალატობდა, რა უფლება გვაქვს საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკისა, თუ უნდა უღალატია საბოლოო ჯამში ანუკიმ და კახამ გაარჩიონ ერთმანეთთან. მე არაფერი არ მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, არც ერთი ფერი არ მაინტერესებს და არც ერთი ფერის სასახლე ზე არ გამიმახვილებია ყურადღება არასოდეს ერთხელ წამწდა სწორედ ვიდეო ბლოგში სიმართლე გითხრათ და ხო მაინც და მაინც მაყოფილი საკუთარი თავით არა ვარ, რომ გავამახვილე სასახლე კუბოს ფერებზე ყურადღება, ვილაპარაკე ამ თემაზე
და არა ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. საბოლოო ჯამში რაც შეგვისაკ, საბოლოო ჯამში ეს დადასტურებულად ზახილის ნიშნიანი წინადადების წარმოთქმა ხო არ შეიძლება, ეს არის რაღაც ერთი ჭორი. არ არის სწორი. მაგრამ აქვე დავსვამ კითხვას, ერთ კითხვას დავსვამ, მანამდე მოусმინოთ, მოდის ვიხდი, იმიტომ რომ ამაზე სამახვილებს ეს ბანდიტი კაცი ყურადღებას. მეუღლის მიმართ, ჩემს შვილებს, ჩემს მეუღლეს რეებს წერდნენ. უბრალოდ წარმოუდგენელი. წარმოუდგენელი რა არის, იცით? მეუღლეს წერდნენ კი არა, რა? გასაგებია რომ შენახულიც აქვს კალაზეს და ანუკისაც და სკრინული აქვს სავარაუდოდ და ერთმანეთს ღამღამობით უზიარებენ ან დილაობით. უზიარებენ ხოლმე წუხილს იმასთან დაკავშირებით, რას წერდნენ ანუკი არეშიძეს. არეშიძეს ხო? ხო, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ იცით რას წერდნენ და წერენ ადამიანებს? საჯაროდ მათ შორის პირადი შეტყობინება როგორ მოსდის ანუკიზე, ანუკის ნაირ, ანუკის ხელა ადამიანებს, თქვენ იცით რა წერილებს წერენ გოგი ხოშტარიას შვილს, ელენე ხოშტარიას, პატიმარს, ზია ამაღლობელს, ელენე ხოშტარიას როგორც 4 შვილის დედას, ან ელენე ხოშტარიას შვილებს. როგორი ბულინგი მიმდინარეობს საკუთარ მეუღლეზე ასე გადამკვდარი და საკინზე შეხსნილი როა ეს პატრიცემული დედაქალაქის მერი ეს სამართალი ხალხმა მათთვის ხო არ არის თუ სიზულვილი უნდა აღმოიფხვრას დანერგილი მათი ნაჩალნიკის და უშუალოდ ნაჩალნიკის ქვემდებარეების მიმართ მაშინ უნდა აღმოიფხვრას სიზულვილი ყველას მიმართ და ასე არ არის რომ არ მისწეროს მე არა ვარ მაინც და მაინც მომხრე ვინმე ანუკი არეშიძის კი არა საერთოდ ვინმეს მიბულინგებისა და ამგვარი წერილების მიწერისა საბოლოო ჯამში ჩვენს დონეზე საზოგადოების კულტურულ და ინდივიდთა კულტურულ დონეზეც მეტყველებს ეს უარყოფითად ლაპარაკობს ეს უარყოფითად მაგრამ კამაზე რომ ალაპარაკდა თან 5 წლის თავზე თან როცა დაალაგდა კალაძე და ამის ნებართვა მიიღო მინიმუმ ანუკი არეშიძისაგან სხვებზე რატომ არ ვლაპარაკობ და ეს თვითონ არ ნერგავდა ამ სიძულვილს მის საარჩევნო შტაბთან ეხლა მე ცხადია ვერ განვასახიერებ ტიპები რომ გამოდიოდნენ ბოდიშ ვიხდი აი ამ ლევან მაჭავარიანის ტიპები უმრავლეს შემთხვევაშიც ერთი ვიდეო ბლოგი კიდე კაი გამახსენდა ლევან მაჭავარიანზეც ამაქვს ჩაწერს ასაწერი ერთი ვიდეო ბლოგი ირაკლი კობახიძეზე რო ილაპარაკა ასეთი პრემიერი რო არ ყოლიაო ბოდიშ ვიხდი ლევან მაჭავარიანი რო იყო მოკლედ სასტუმრო საქართველოში რო იყო ამის საარჩევნო შტაბი და ტიპები რო გამოდიოდნენ და ჟესტიკულაციით ისეთ რაღაცებს ჩადიოდნენ და აკადრებდნენ შვილების ხელა ადამიანებს ანუკი არეშიძის თვის მიწერილი წერილი 4 7 17 59 ყველაზე შეურაცხყოფელი გამრავლებული 8-ზე არაფერი არ არის იმასთან შედარებით რასაც ესედის ჩადიოდნენ აქვე ვიტყვი და კიდევ ერთი კითხვა აი ამ ნაწილსაც მოусმინოთ და რომ ნახოს ცოცხალმა ადამიანმა რა მესიჯებს წერდნენ ჩემს მეუღლეს რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად თვითონ რაღაცა კუბოები რაღაცა სისულელი აი ამაზე გავამახვილებ ყურადღებას ბოდიშ ვიხდი ერთი კითხვა მაქვს რა აი ამ ეგრეთ წოდებულ კუბოებზე ვარდისფერი კუბო იქ რაღაცა ვითომ ესე ვიცი მე ყოველ შემთხვევაში რომ ვითომ ანუ კი არის ჭორია ხაზგასმით ვამბობ არ დავადასტურებ ვერ დავადასტურებ არ ვიცი რომ ვითომ ანუ კი არის ციმ გავგზავნა ვიღაცას ოღონდ ის კი ვიცი ვისაც ლარი ლაპარაკი მაგრამ მე არ ვიტყვი ამ ყვითელი თემებს რო ვაკეთებ ეს მეზარება და მეჯავრება საკუთარით იმაზე რატო არ წერენ პაპუაშვილს ამას პაპუაშვილი კალაზეს გონია რომ ნაკლებად წყალებში გვეჯავრება ნაკლებად არ გვევასება უკაცრავად სიტყვისთვის კობახიძეზე იმაზე რატო არ წერენ რა ქვია აი დიმიტრი სამხარაძეზე რომელიც ამაზე 57 ჯერ უძდელია იმაზე რატო არ წერთ თუ მის მეუღლეს რატო არ წერდა ვიღაცა ამ კუბოების თაობაზე აი კალაძე როგორ გონიათ ხა რატო ამოიჩემეს კალაძე და კის მისი მეუღლე კვამლის გარეშეო ცეცხლი არ არსებობს ცხადია ეს რუსული ანდაზის თუ გამონათქვამის თარგმანია დიმა ბეზაგნია რაღაცა საფუძველი იმ საზოგადოებას ჭორია კვლავ ვიმეორებ შესაძლოდ ალბათ მაინც არ ვიცი ან დაუდასტურებელი ინფორმაცია მაგრამ რაღაცა საფუძველი იყო ასე მოშრიალებულზე და უნიადაგოდ არავინ არაფერს არ წერს რაღაცა ხშირად რაღაცა საფუძველი არსებობს ალბათ და ყოველ შემთხვევაში ამას ისე უნდა უზრუნველეყო მათ შორის მეუღლის უსაფრთხოება ფსიქონერვული უსაფრთხოებაც მათ შორის კი ბოდიშებთ ღია ტექსტისთვის რომ არავის არც უნდა ეკადრებინა მისი მეუღლისათვის და მისთვის და მისი ოჯახისთვის
თორე ბავშვებს რასაკვირველია და არც მეუღლეს, მაგრამ ბავშვებს განსაკუთრებით არ უნდა მისწერო თუ რამეს წერდნენ ბავშვებს, არ ვიცი ამას აღარ ადასტურებს. ეხლა მთელ ინტერვიუს თუ მთელ ამ კომენტარს ნუ მომასმინებთ, გებუდარებით ისედაც როიმ მეშლება რომ ტრამპზე არ ვლაპარაკობ და ამაზე ვლაპარაკობ, ხო? და არ მოусმენ პრინციპულად. ბავშვებს ალბათ არ წერდნენ. თუ წერდნენ ძალიან ცუდია, ვადასტურებ, მოზარდები არიან მისი შვილები და ერთმა ჯანმრთელობა ვიცი, ყველაფერი კარგი ისცეს რასაკვირველია. მაგრამ მამა მათი არის კახაკალაძე არის ამ სიძულვილის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ესე გაზრდილი სიძულვილის მამამთავარი. ერთ-ერთი ავტორი. იმიტომ რომ ამ სიძულვილით როგორც ტკიპების სისხლით იკვებებიან ამ სიძულვილს რომ ნერგავენ ესენი სწორედ იმიტომ არის ქვეყანა ამ მდგომარეობაში და იმიტომ ჩერდებიან სხვადასხვა ძალაუფლებაში. პოლარიზაციას ხო სულ ლაპარაკობენ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა ამოიფსოს ჩვენ შორის არსებული უფსკრული და პარალელურად ეს კონკრეტული ტიპიც, ეს ბანდიტიც ჩადის იმას, რასაც ჩადის და მე უკვირთ რომ როგორ გაუბედეს ანუ კი არეშიზეს. სხვა მიზეზებიც არსებობს კახაკალაძის ახლა ახმამაღლებისა. გარდა იმისა, რომ მან დაალაგა მეუღლესთან, მინიმუმ და შესაძლოდ სხვასთანაც, ამგვარი მესიჯების წარმოთქმა და ახლა სურს წარმოჩენა საკუთარი თავისა, რომ ერთგულესია, სხვა მიზეზებიც არსებობს. ოღონდ თქვენის ნებართვით თუ მოვახერხი ამ მიზეზებზე მე ვისაუბრებ სხვა ვიდეო ბლოგში, ვახსენებ კახაკალაძეს, კერძოდ იმ ვიდეო ბლოგში, რომელიც ახლახან იმ ვიდეო ბლოგის თემა შემომახსენდა და გამახსენდა და ის ვიდეო ბლოგი ეხება მის მარჯვენა ხელს ლევან მაჭავარიანს, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ ირაკლი კობახიძეზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი ჩვენ თურმე არ გყოლია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ორ სიტყვას ვიტყვი. ჩვენ ყავდა ყველას ნუ ჩავამასახელებინებთ გებუდარებით. სიგუაზე უკეთესიც კი ბესარიონ გუგუშვილზეც კი არც ერთ არ მივტირი ცხადია. ბესარიონ გუგუშვილი ცოცხალია, სიგუ აღარ არის ცოცხალი. ირაკლი კობახიძე არ არის. მეცაც გეტყვით, ყველაზე უარესი, ირაკლი ღარიბაშვილს ხო არ მივტირი, საპატიმროშია. კაცი, ყველაზე უარესი მაინც ირაკლი კობახიძეა. ბახტაძე, გახარია, კვირიკაშვილი საერთოდ ირაკლი კობახიძეს შედარებით პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ ეს შედარება არის ბისმარკი. გადაჭარბების გარეშე. ამათ პრემიერებზე ბიზინა ივანიშვილი არის ოტო ფონ ბისმარკი ირაკლი კობახიძესთან შედარებით როგორც სახელმწიფო იმ ხანად, იმ ჟამინდელ 13 წლის ბიზინა ივანიშვილი ხაზგასმით ვამბობ ევროპის საბჭოში რომ გამოდის იქ სისრულელებს ლაპარაკობს უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ მაინც ისიც კი ბისმარკია. ამ ბანდიტთან თუ კობახიძე ბანდიტთან შედარებით. რატო იცავს ეგრა მაგის პასუხია მაჭავარიანი კობახიძეს და კალაძე რა კავშირშია ამ ყველაფერთან ამაზე სხვა ვიდეო ბლოგში. აღარ ვლაპარაკობ ისეთ ბრწყინვალე პრემიერ-მინისტრზე, როგორც იყო ზურაბ-ჟვანია და რამდენიმე სხვა პრემიერ-მინისტრზე, მაგალითად ლადო გურგენიძე კობახიძესთან შედარებით არ ვიცი, გოლდა მაიერი, ანუ კარგი სხვას დავასახელოთ თუ გნებავთ, არ ვიცი, ვინმე სხვა არის ჩერჩილია პირდაპირ მნიშვნელობით ლადო გურგენიძე და სხვაებიც. გახსოვთ ხო ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრი რო. მაგრამ ამაზე აკითხარით სხვა დროს. დღეს მეორე ვიდეო ბლოგია, პირველი ვიდეო ბლოგი გთხოვთ ნახეთ. ნიკოლ ფაშინიანის გენიალურ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო სვლებზე, გეოპოლიტიკურ სვლებზეა, ანუ ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხეთის პრემიერისა, რომელიც დიდოსტატურ პოლიტიკას თამაშობს და ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და იქ ვასაბუთებ და ვარჩევ კიდეც ერთ ვიდეოს, ისიც ნახეთ, ესეც ხო ნახეთ, უკვე 25 წუთი გაგრძელდება და კიდევ ერთ ვიდეო ბლოგს, ერთი ვიდეო ბლოგი გავაკეთოთ დღეს, იმიტომ რომ 4 უკვე ნამეტანი გამოდის რა. დღეში არ რამდენი გვაქვს და რამდენი მაქვს ლაპარაკო და ეს ყველაფერი მე გასაკეთებელია, შესაფუთია, კარგი. დაწერეთ კომენტარებში. ხო, დაწერეთ კომენტარებში, კარგი ის არის ეს შენიშნული თხოვნა ჩვენგან. დაწერეთ კომენტარებში და გავაკეთოთ თუ არა მეოთხე ვიდეო ბლოგის, იმიტომ რომ მესამე აუცილებლად რამზე იქნება. კალაძეზე მართლა 25 წუთს ხარჯავ. კაცი ალბათ მაინც
მიქარამ თუ მიქარავ ხო შეცდომას უშვებ ავიცი ნახვამდის